უფრო შედარებით რეგიონულ ან ლოკალურ საკითხებზე გადმოვალთ, მიუხედავად უსაფრთხოების კონფერენციას გამოვეხმაუროთ, რომელიც პრინციპში დასრულდა და შეგვიძლია რომ შევაჯამოთ, რა იყო მთავარი საკითხები და ამ კონტექსტში ასევე ვისაუბრებთ საქართველოს დელეგაციაზე. რაღაც შეიძლება კმაყოფილებიც იყვნენ რომ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ბოჭორიშვილი იყო კონფერენციაზე წარმოდგენილი, იმიტომ რომ წინა წელს მაგალითად საერთოდ არავინ არ ყოფილა ამ ქვეყნიდან, თუმცა არც მაღალი დონის შეხვედრები არ ყოფილა და აი საერთოდ ეს ვიზიტიც რომ შევაფასოთ, რა მიიღო საქართველომ. არა მგონია რომ რაიმე განსაკუთრებული მიგვეღო ამ ვიზიტითა და იქ ჩატარებული შეხვედრებიდან გამომდინარე კონკრეტულად უსაფრთხოების კონტექსტში. რაც შეეხება თვითონ უსაფრთხოების მიუხედავად უსაფრთხოების კონფერენციას, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გასულ პერიოდში რამოდენიმე თვის წინ ხედავდით გარკვეული ტიპის დაძაბულობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპული კავშირის ურთიერთობებში, კონკრეტულად ეს რაღაცა უთანხმოება და განხილვის საკითხები ძირითადად ეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომს. ჩვენ გამოვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის ახალი კომპონენტები, ახალი მიმართულებები გაჩნდა მათ თანამშრომლობაში, აშკარად იკვეთება ამ ორი დიდი ორგანიზაციის, ამ ორი დიდი ძალის ერთობლივად თანამშრომლობის ახალი კომპონენტები, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, ეს არის, რომ ევროპული კავშირი ეტაპობრივად და ჩქარი ტემპით ხდება სამხედრო ძალა. მან შეცვალა თავისი დამოკიდებულება, მან შეცვალა თავისი სტრატეგია და გადაერთო სპეციფიური სამხედრო თუ სხვა ტიპის პროექტების განხორციელებაზე, რომელმაც ახლოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისი მოკავშირეების, სამომავლო პერსპექტიული მოკავშირეების უსაფრთხოება. სადავართ ამ შემთხვევაში საქართველო ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ავწდით ამ მთელ ამ პროცესს, პრაქტიკულად მთელი ეს რაღაც საინტერესო სამომავლო პერსპექტიული მიმდინარეობა მიდის ჩვენი გვერდის ავლით. ისტორიული ფანჯარა ამავდროულად. არ არის გადაჭარბება ნამდვილად ასეთი. ეს არის რეალურად ახალი სიტყვა, ახალი ხედვა, რომლის იმ კონტინენტის უსაფრთხოებაში, რომლის ჩვენ არსებით ისტორიული და დღეს აწყოში ჩვენ ვართ ნაწილი, შესაბამისად, ეს მთელი ეს რეალური ვითარება, რეალური შესაძლებლობები, ახალი სიტყვა უსაფრთხოების გაძლიერებაში ჩვენი გვერდის ავლით მიდის. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ვუზრუნველყოთ დროული ჩართულობა ამ პროცესში? ალბათ ის, რაც არის დაკავშირებული, რასაც სამწუხაროდ დღეს არსებული ხელისუფლება არ აკეთებს, ეს არის გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირთან მასშტაბურად, მაქსიმალურად სწრაფად დაახლოებისათვის. ეს აღარ არის ეკონომიკური კეთილდღეობის ხოლგა, ეს იქცევა უკვე უსაფრთხოების ხოლგა. დანამდვილებით ეს არის ჩვენთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ზუსტად რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე გარანტირებული ხოლგა, რომელიც ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას. სადაც ბუნებრივი მიკუთვნებულობა ამავდროულად, მოდით სამხრეთ კავკასიის კონტექსტზეც ვისაუბროთ და სომხეთ, აზერბაიჯანის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ახალ დინამიკაზე, საიდანაც ასევე ამოვარდნილი ვართ აბსოლუტურად. დიახ. ერთსაც დავამატებდი მიუხედავად უსაფრთხოების კონფერენციის ნაწილში, რომ ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოების კონტექსტში არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩვენი პოტენციური მოკავშირე, სადაც ასევე დიდი გამოწვევები გვაქვს, ასევე ევროკავშირი უნდა იყოს ნომერ პირველი, მე თუ მკითხავ, ერთ-ერთი სტატიკური მოკავშირე ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. რაც შეეხება ჩვენს რეგიონში, ბოლო ვიზიტები, ბოლო დაანონსებული და რეალურად განხორციელებული ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ შორის ევროკავშირის წამყვან წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ პირდაპირ მიზნობრივი და აქტიური პოლიტიკური ინტერესი რეგიონში, მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იყვნენ დაცულები და უსაფრთხოების კონტექსტში მათ ჰქონდეთ მომეტებული გარანტიები. საბედნიეროდ ორივე დედაქალაქი მიისწრაფვის ამ გარანტიების მოპოვებისათვის, ხოლო თბილისი ამ შემთხვევაში წარმოდგენილია როგორც ასე ვთქვათ იზოლირებულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ ამ საკითხში ჩვენ ვერავის ვერ დავადანაშაულებთ გარდა ჩვენი ხელისუფლებისა, ვინაიდან სწორედ რომ ჩვენ გადავდგით ის ნაბიჯები, რომ აღმოჩენილიყავით ამ გაურკვეველ განდეგილურ მდგომარეობაში. და ეს მთელი ასე ვთქვათ თვითონ მომისთავიდან არიდების მოტივით და ამ დროს მშვიდობასაც დამყარდა იმას ვართ მდგომარეობაში აღმოჩნდებით უკვე ვართ იზოლაციაში ვართ, რომელსაც არ აქვს არანაირი ობიექტური საფუძველი, რომელიც განპირობებული იქნებოდა რაღაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესით. ბატონ შალვა, პროპაგანდა ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გზა არის უჩინრობა, გაუჩინარება რუკაზე არ არსებობა. ასე ვთქვათ. ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, მე თუ მკითხავთ. ხო, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. თანამედროვე სამყაროში პარტნიორების, მეგობრების
გარეშე რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამ ზომის ქვეყნის გამორიცხულია ამ რეგიონში ჩვენ ვხედავთ რომ სწორედ რომ თუნდაც უკრაინის მაგალითზე ავიღოთ უკრაინელი ხალხი იბრძვის ისინი გმირები არიან ისინი იცავენ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია პარტნიორების ჩართულობა და თანამონაწილეობა სწორედ რომ მათი მხარდაჭერის ნაწილში შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული მე არ ვახდენ რაიმე სხვათა ასე ვთქვათ რამის ხას არ უსვამ მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის გამტკიცება შეუძლებელი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის გარეშე ეს არის ახალი ხედვა ეს არის ახალი შესაძლებლობები ეს არის უსაფრთხოების კონტექსტში და უსაფრთხოების სფეროში თანაზიარობა და თანამონაწილეობა იმ თანამედროვე ტრენდებთან რომელიც არის დამკვიდრებული და ჩვენ რაც უფრო ყოველდღიურად კარგავთ იმის შესაძლებლობას რომ რეალურად მონაწილენი გავხდეთ ამ დიდი გლობალური უსაფრთხოების ოჯახისა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვთ მცდელობები, ხო? ყოველ შემთხვევაში ასე გვიყვებიან ისინი, რომ ცდილობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინონ, წინა ადმინისტრაციას დებენ ბრალს და თითქოს ხას უსვამენ თანხმედრებს ახალ ადმინისტრაციასთან, რომელიც ძალიან შინაარს გამოცვლილია, როგორც ზედაპირული პროპაგანდა, მაგრამ გარკვეული მცდელობები აქვთ ამის. აი ამის კონტექსტი რომ ავიღოთ და ასევე ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო ამბავი იყო სიმბოლური თვალსაზრისით ირანის დროშის სფერებში თბილისის ანძის განათება, რასაც მოყვა საკმაოდ მწვავე რეაქცია არა მხოლოდ საზოგადოებაში, ასევე ისრაელის საელჩომაც გაავრცელა განცხადება. ეს მხოლოდ ერთ ნაწილს ვიღებ იმ მთელი რიგი პრობლემებისა, რასაც ხაზი ესმევა საქართველოში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც პირველ რიგში დემოკრატიის ხარისხს, ადამიანის უფლებებს, პოლიტპატიმრებს და ასე შემდეგ ეხება, მაგრამ ესეც გზავნილია, ხო? აი ამ კონტექსტში უსაფრთხოების თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, რას ნიშნავს დღეს რუსეთის და ირანის რეჟიმის მოკავშირეობა. ყოველ შემთხვევაში ისინი სტრატეგიულ პარტნიორებთან თუ კიდევ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება, სტრატეგიულ პარტნიორებთან გაურკვეველი და ბურუსუთმოცილი ურთიერთობების შენარჩუნებას, ეს ერთი, რაც შეეხება ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით გარკვეული ტიპის ჩვენს პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის აქტივობებს, ეს აუცილებლად გააჩენს მრავალ კითხვას, როგორც მანამდეც იყო თან აქტივობა, ეს ამოვარდინილი ეპიზოდი არ არის ეს ანძა. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ ასეთ ტენდენციას, რომ ვცდილობ დავაახლოვოთ რაღაცა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ურთიერთობები თეირანთან, ეს აშკარად დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად იქნება შემჩნეული და კარგად შეფასებული ჩვენს ისტორიულ სტრატეგიულ პარტნიორებში, ამ შემთხვევაში ისრაელზე მაქვს საუბარი, ისინი საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან მსგავსი ტიპის შეფასებებს. ბუნებრივია, სუვერენული უფლებაა საქართველოს ვისთანაც უნდა იმასთან ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ისტორიული და სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინება არის აუცილებელი. რაც შეეხება ანძის განათებას, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო და კეთილი ნების არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო ამ ფაქტის თავიდან არიდება და გარკვეულწილად რაღაცა ოქროშუალების გამონახვა. ამერიკის ვიზიტს შევეხები თქვენ კითხვის პირველ ნაწილს. ასეთი ტიპის ვიზიტები სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში სრულიად მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა. ზოგადად სასურველი არის და იქნებოდა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულიყო, ვინაიდან სპეცსამსახურების ეს დინარაძის ვიზიტზე. დინარაძის ვიზიტზე მაქვს საუბარი, ვინაიდან სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ჩვენ დამიტვრულად განწყობილი ქვეყნების ინტერესის ზაკულების საგანს წარმოადგენს. სასურველია, რომ ეს მედიაში ეს ინფორმაცია არ გავრცელებულიყო, სავარაუდოდ გათვლილი იყო ქართულ საზოგადოებაზე, რათა ისინი დაერწმუნებიათ, რომ ჩვენ ვაშინგტონთან გარკვეული ტიპის ურთიერთობები დავალაგეთ. ანუ ასე თვითონ არც ვთქვამთ, გახარეს პარტიის წარმომადგენელმა თქვა და შემდეგ მოუწიათ ვარკვას მერე დაადასტურეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გავიგეთ. ერთი რამ რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და ზოგადად აგროვილი ცოდნიდან გამომდინარე, მათ შორის სრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული პრაქტიკაა. ასე რომ მე არ ვამბობ, რომ აქ რაღაცა ჩვენ მტრული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ სპეცსამსახურები ყოველთვის თანამშრომლობენ თუ ამის რეალური რესურსი არსებობს. მინიმუმ ერთ საკითხზე, რასაც საერთაშორისო ტერორიზმი ჰქვია, ეს არის თემა, რომელიც გლობალურად გამოწვევას წარმოადგენს, რაც არ უნდა მტრულად განწყობილები იყვნენ, თუ არსებობს რაღაცა საერთო შეხების წერტილი, საერთო კვლევის საგანი, ისინი ცდილობენ რაღაც საერთო ენა გამონახონ, მათ შორის მტრულად ან აგრესულად განწყობილ სპეციალურ სამსახურებთან. ეს ვიზიტი შეფასება რომ განათდა, სიტყვაზე და თქვა გაიხსნა ახალი შესაძლებლობები ვაშინგტონთან ურთიერთობის ნაწილში, მე ასეთ შეფასებას არ მივიღებ. ისინაც ვერ ამბობენ.
რუტინული სამუშაო ვიზიტი, ასე დაერქვა. რეალურად კარგი ურთიერთობების პირობებში ასეთი ტიპის ვიზიტები არის მართლაც რომ რუტინული, მე პირადად მიმიღია მონაწილეობა და შემიძლია თქვა რომ არის ძალიან სპეციფიური, სრულიად უინტერესო საზოგადოებისთვის, მაგრამ სპეცსამსახურებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე თქვა, ახალი საქმიანი, სუფთა საქმიანი სამუშაო ვიზიტები. მაგრამ ამ შემთხვევაში არ მგონია აქ რო ყოფილიყო მხოლოდ სპეციფიური საქმიანი მომენტები, ალბათ უფრო იქნებოდა გარკვეულწილად პოლიტიკური გზავნილებით ნაღრევი კომპონენტიც ექნებოდა ამ ვიზიტს, თუ გავიხსენებთ ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც აშკარად იყო მითითებული, რომ არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები და ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობები თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებისაც. არ გამოუცხავ. ძალიან კაფიონია და გზად გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა და არ არის საიდუმლო, რაც შეიძლება ელოდნენ, რა ნაბიჯებს შეიძლება ელოდნენ ისინი საქართველოში იმისთვის რომ აღდგეს ეს რა თქმა უნდა ქარტი არის შეჩერებული ქარტიის შეჩერება ეს არის ასე ვთქვათ უსაფრთხოების კონტექსტში ეს არის ასე ვთქვათ ჩავარდნა საერთოდ სტრატეგიული ჩავარდნა ამ ქარტიის გააქტიურება და ახალ ეტაპზე განახლება გაცილებით უფრო რთული იქნება ვიდრე ხელახლა ვთქვათ ქარტიის ახალ ფორმატში გამოყვანა ვინაიდან რაღაცა პერიოდში ვაშინგტონმა დაადგინა რომ თბილისთან თანამშრომლობაში მოიცავდა გარკვეული ტიპის პრობლემებს შესაბამისად სანამ კარგად არ გაერკვევა ამ პრობლემების არში და ზოგადად პერსპექტივაში როგორ შეიძლება განვითარდეს საკითხი განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში ვინაიდან ეს არის ძალიან სენსიტიური აქ ადამიანთა სიცოცხლეზე გარკვეული ტიპის დაფინანსებებზე, გარკვეული ტიპის სტრატეგიულ და ასე ვთქვათ კონფიდენციალურ ოპერაციებზეა საუბარი, ზუსტად სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ურთიერთობა აქვს სანდო პარტნიორთან, მანამდე ასე ვთქვათ აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივა არ არსებობს. ანუ ამ უსაფრთხოების საკითხებშიც სავარაუდოდ უფრო დაწეული იქნება, ხო, ეს თანამშრომლობის წერილები, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ ამ ინტერესს არ ამოიძიებდა. აუცილებლად იქნება. იმიტომ რომ ტერიტორიულადაც ისეთ ადგილზე ვართ, სადაც ნიშნავანი რაღაცები შეიძლება. ხო, აი ხედავთ. აქვს ამერიკას იმის შესაძლებლობა, რომ თუ თქვა საქართველოსთან იქნება დაწეული სტრატეგიული თანამშრომლობა, სადმე სხვა რესურსები და სხვა შესაძლებლობებით გადააბალანსოს ეს შესაძლებლობა, ეს მის წინაშე მდგარი ამოცანები. ამის პოტენციალი მას ნამდვილად აქვს. ამ შემთხვევაში მხოლოდ თბილისია დაინტერესებული იმაში, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეს ვაშინგტონთან ისეთი ტიპის თანამშრომლობაში, რაც გაზრდის მის პოტენციალს უსაფრთხოების კონტექსტში. მაგალითად, ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, რაც უკავშირდება ჩვენს უსაფრთხოებას და ირანში მიმდინარე მოვლენებს, მედია წერდა, რომ აი მარნეულში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა არის მათ შორის, დაიწყო და რიგ შემთხვევებში, ან რა, ცალკეულ შემთხვევებში აიათოლა სურათთან ლოცულობენ და ისმის ისეთი გზავნილები, რომელიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. არის დღეს საქართველოს სახელმწიფო ინფორმაში, რომ თუნდაც თვალყურს ადევნებდეს ან ანეიტრალებდეს მსგავს საკითხს. აი აქვე დავამატებ კითხვას ცოტა განვაზო, კიდევ ხა გიგი გიგიაძესთან საუბრობდით, არ არსებობს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ფუნქციით და მორღვეულია მთლიანად დიპლომატიური მუშაობა. აი რა შეგვიძლია ვთქვათ უსაფრთხოების სამსახურებზე დღეს, ანუ ინფილტრაციის ხარისხი მათ შორის პირველ რიგში რუსეთისგან ახლა ეს ნდობის საკითხსაც ებმის, რაზეც წერან საუბრობდით. მე იმედი მაქვს, ვიტყვი ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ გარკვეული ტიპის რაღაცა მცირედი ნაწილი მართლაც დარჩა ამ სამსახურში პროფესიონალები, რომლებიც რეალურად ხედავენ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლის წინაშე დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რამდენად იქნება მათი ხედვა გაზიარებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ და რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი პროფესიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას. თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს კონკრეტული შემთხვევა არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა, ვინაიდან მაინც ასეთ ქვეყნის შიგნით არსებული პროცესია და ამ ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის შიგნით პროცესებს საკმაოდ ასე ვთქვათ საინტერესოდ აკონტროლებს. უბრალოდ ამას რომ უყვებიან ხელმძღვანელობას, მე ისინი რამდენად იღებენ ხედველობაში და პოლიტიკაში შეგვიძლია სამსახურები ეფექტიანები არიან და საინტერესონი მაშინ, როდესაც არ არსებობს პოლიტიკური მდგენელი. ჩვენთვის ასახად ნათელია, რომ დღევანდელ ბოლო განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური მდგენელი არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენი შიდა უსაფრთხოების და ზოგადად უსაფრთხოების სისტემის მართვაში. თუ იქნება პოლიტიკური კომპონენტი, მაშინ გართულდება სპეციალური სამსახურების პროფესიული კომპონენტი ყველაფერი ამ ჭრილშია, ანუ მაგ წერტილში რეალურად ეგრეა. თუ ახლა ბატონ გიგისაც ვუსმენდი, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში, საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში არსებობს პოლიტიკური კომპონენტი, შესაბამისად შიდა საკითხებში, ანუ შიდა უსაფრთხოების კონტექსტშიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს პოლიტიკური კომპონენტი.
სხვა შემთხვევაში თუ ეს კომპონენტი არ განეითვალა, ვერ განავითარებთ ჩვენი სამსახურებს. ცალკე საკითხია კიდე სანქციების გვერდის სწავლის საკითხი, რაც ასევე პირდაპირ უკავშირდება როგორც პოლიტიკურ პოზიციონირებას, ასევე უსაფრთხოებას. აი მაგალითად, შესაძლოა ევროკავშირმა დაასანქციოს ყულევის ტერმინალი და ასე შემდეგ. არის ბევრი ცნობები, რომელიც იძლევა იმ დასკვნების ან ვარაუდების საშუალებას, რომ საქართველოს გავლით ხდება გარკვეული სანქციების, საერთაშორისო სანქციების გვერდის სწავლა. რა შეიძლება ამაზე ვთქვათ, რამდენად სახიფათოა? თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება როგორ გამოიყურება ჩვენი კრიტიკული პოზიცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მოხდება ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაცია, ჩვენს ყოფილ და ალბათ მომავალში სტრატეგიული პარტნიორების თვალში, ვინაიდან სანქციების გვერდის ავლის საკითხს ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორები უყურებენ ძალიან დიდი ყურადღებით. გვესმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი მსგავსი პროცესი საქართველოში არ იმართება, ასევე გესმოდა ცალკეულ პროცესთან დაკავშირებით, სხვა პროცესებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ მსგავსი არაფერი არ ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რაღაც პროცესებს ჰქონდა რეალურად ადგილი. იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ გამართდება და საქართველო არ იქნება ჩართული იმ პროცესში, რომელიც დააზიანებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს. ეს თუ დადასტურდა, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში უსაფრთხოების კონტექსტში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მას ძალიან დასჭირდება მრავალწლიანი საქმიანობა იმის დასადასტურებლად, რომ ის იყო რაღაცა გადაცდომა, იმიტომ ვინაიდან ეს პროცესები, ეს სანქციები ეხება სწორედ რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში საუბარი არის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული ომით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების განეიტრალებაზე. აღმოჩნდებით, რომ ნებსით თუ ნებლიეთ, პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ვიყავით ამ პროცესში. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი არ დადასტურდება. თუმცა ძალიან ბევრი ცნობა, ძალიან ბევრი ჟურნალისტური გამოძიება და დიდი მრავალი, ასე ვთქვათ, ბევრი ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკეული კონკრეტული სუბიექტები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, გარკვეული ტიპის მაქინაციები დაკავშირებული არიან ამ სანქციების გვერდის ავლასთან. დაველოდოთ მეოცე პაკეტის მიღებას და შესაბამისად ევროკავშირის დღევანდელი, ასე ვთქვათ, მიდგომებისა და მათი სწრაფი რეაგირების გათვალისწინებით, ალბათ პაკეტის მიღებიდან უახლოეს დღეებში ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ მოქმედებას და კონკრეტულ დადასტურებული ამ ჭრილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არსებითად მნიშვნელოვანი კომპონენტია ომის დაფინანსების გზა არის. ერთ-ერთი საკმაო გზა არის ომის დაფინანსება. ეს ოპტიკა უკვე ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, როცა ამ ეჭვის ქვეშ არის, თუმცა ბუნებრივია ამას აქვს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა დედაქალაქების მოხსენებით, ასე ვთქვათ, შიდა დახურულ სივრცეში, საბჭოებისა თუ უსაფრთხოების ბლოკების განხილვის დროს ეს ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. ეს ფაქტი ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა იქნეს უარყოფილი. სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ შეუწყობთ ჩვენ ბრიუსელისა და თბილისის თანამშრომლობას თუნდაც უსაფრთხოების ნაწილში და ეს კომპონენტი მუდმივად იქნება გათვალისწინებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება სპეცსამსახურების თანამშრომლობას. მაშინ რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან აქვს თავისი საფუძვლები. 92 წლიდან, 93 წლიდან დაიწყო დასავლეთ პარტნიორებთან ძალიან მშვიდი წყნარი, თქვათ, ასე თქვა და მონოტორული თანამშრომლობა. ჩვენი ბავშვობის თანხლები ამბები იყო პანკისში იქნებოდა თუ სხვა ტერიტორიებზე. თქვენ როცა საუბრობდით კონტრტერორისტულ ოპერაციებზე თუ ასე შემდეგ და ეს ტრადიცია რომ არსებობს ამ ინსტიტუტებში ახლა ამ ყველაფერი რა თქმა უნდა რუსეთის ინფილტრაციის ხარისხიც მაღალი იყო შევარდნაძის პერიოდში ბევრი მიმართულებით და ვარდების რევოლუციის შემდგომ ვიცით რომ წმენდა მოხდა ყველა მიმართულებით. აი კადრების კუთხითაც მაინტერესებს. ანუ ახლა ვინც მუშაობს ამ სისტემაში რა პერიოდის ადამიანები არიან, ახალი ადამიანები შემოემატნენ თუ არა და ზოგადად როგორ ხდება? ვიცით რომ ძალიან ბევრმა პროფესიონალმა დატოვა თავისინებით ან აიძულეს რომ დაეტოვებიათ ეს სივრცე და გამიჯნოდნენ სპეცსამსახურებში თანამშრომლობას. ბუნებრივია ცარიელი ადგილი ადგილად არ დარჩებოდა, მიღებული იქნა ახალი კადრები, არსებობს ინფორმაცია გარკვეული სასწავლო პროგრამების შექმნაზე, თუმცა ყველაზე კარგი პროგრამა და ყველაზე კარგი სწავლა ეს არის პრაქტიკული აქტივობა და როდესაც პრაქტიკაში ხედავ რა შეიძლება მოხდეს. მე არ ამგონია რომ დღევანდელი მოცემულობით არსებული სპეციფიური ცოდნის მქონე არსებული კადრებით ხდებოდეს ახალი სამსახურების დაკომპლექტება. ჩემი პირადი მოსაზრება რომ გატარდა გარკვეული ტიპის რეფორმები, რომელიც დამაზიანებელი იყო ზოგადად უსაფრთხოების სისტემის გაჯანსაღებისათვის პირიქით, ასე ვთქვათ, კონცენტრაცია მოხდა ერთი ადამიანის ქვეშ და ეს აზიანებს ქართულ რეალობაში ეფექტი ან სწორ და ობიექტურ ინფორმაციასთან წვდომის არხების შექმნას. შესაბამისად 2 წლის განმავლობაში რაც ჩვენ
საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში ნაბიჯები გადავდგით. ამით პრაქტიკულად ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და განულდა ჩვენი ნდობა მათთან ურთიერთობაში, ეს არსებითად იქნება ასახული და აისახა კიდევაც რეალურად ჩვენი ორგანიზაციების სპეციალური სამსახურების მომავალზე. ამას დაჭირდება წლები, დღეიდან რო ავთვალოთ, მინიმუმ 3-5 წელი დაჭირდება იმისათვის, რათა ორგანიზაცია დაუბრუნდეს იმ საწყისას. სფეროში ამაზე რო საუბრობთ, საკმაოდ ძნელი იქნება, იმიტომ რომ თანამედროვეობაში ჩვენ გვესმის ახლა სპეცსამსახურების სპეციფიკური სფეროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხოთი ტრადიციის უნდა იყოს და საერთოდ უნდა იყოს მიღმული პოლიტიკური ხელისუფლებების სრულიებაზე. პოლიტიკური თაობათა ცვლა, ეს ასე ვთქვათ, შიდა ნორმატიულად უნდა იყოს მოწესრიგებული, სამი თაობა უნდა იყოს, რომელიც ქმედითი შუა ნაწილი, ძველი თაობა და ახალგაზრდა თაობა. ეს მორღვეულია ახლა. რა თქმა უნდა. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრები არ მოხვდნენ სპეციალურ სამსახურებში, რომლებსაც გააჩნიათ პირდაპირ პოლიტიკური ინტერესი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სპეცსამსახურს უსაფრთხოების ხელმძღვანელობის პოლიტიკური გუნდის აქტიური წარმომადგენელი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ასე თქვა ტენდენცია არ იქნება ჩაშლილი ქვევით. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით თავში ვიკავებ რაიმე ტიპის მსგავსი განცხადებისგან, მაგრამ ვაგვირდებით პროცესს და ვიმოდევნებთ, რომ შიგნით გატარდება ისეთი ტიპის რეფორმა, რომელიც გააჯანსაღებს სპეციალურ სამსახურებს და მართლაც რომ დამოუკიდებლად მიეცემათ შესაძლებლობა გადაწყვეტონ ეროვნული ამოცანები. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როცა შეგვეძლება ამაზე მსჯელობა სტრუქტურულად როგორ უნდა იყოს ეს პროცესი. სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, მათ შორის ურთიერთკონტროლის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ურთიერთგაწოდასწორების სხვა ქვეყნების მაგალითი რა ვიღოთ თუნდაც საპარლამენტო ზედამხედველობაა გასაძლიერებელი, საზოგადოების ჩართულობა, მისი დაფინანსებით შექმნილი სპეციალური სამსახურების მართვაში დასაშვებ ფარგლებში არის გასაზრდელი. აქ მოსაფიქრებელი და აფერი არ არის, არსებობს დასავლური პრაქტიკა. უბრალოდ უნდა არსებობდეს კიდევ ერთხელ ვიტყვი პოლიტიკური ნება, რომ ეს პრაქტიკა რეალურად რეალიზდეს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი სამსახურების საქმიანობაში. ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. უსმენდით, ჩვენ ახლა რამდენიმე წუთით რეკლამაზე გავალთ და დაუბრუნდებით. სალომე სამადაშვილიდან განვაგრძობთ უფრო პოლიტიკური კუთხით ამავე საკითხებზე საუბარს. პარმალატი ქმნის სიახლეებს, რომ ცხოვრებით მეტად ისიამოვნოთ, ასე რომ გაანებივრეთ საკუთარი თავი და იგრძენით უსაზღბრო კომფორტი ულაქტოზორձით. ყველა ჩანაფიქრი კი რეალობად აქციეთ ნამდვილი შეპივით. პარმალატი ყოველი დღე უკეთესია. 1961 წლიდან. მოდუსი, რჩეული ბრენდების იმპორტიორი საქართველოში. ბეტეკი, ბაზრის ლიდერი ბრენდი, ციცოცხლით სავსე ფერები, თქვენს ინტერიერში. ესპანური კერამიკული ფილების ელეგანტურობა, სტილი, რომელსაც ხედავ და ხარისხი, რომელსაც გრძნობ. პანასონიკი, უწყვეტი შესაძლებლობები ნათელი სივრცის.